ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით პატიცემლო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი და დღეს ჩვენი სტუმრები ფრიად სასიამოვნო სტუმრები ყავს ბატონი ფრიდონ ინჯია და ბატონი ვალერი კვარაცხელია. ეს ადამიანები ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრებენ, საკითხზე, რომლებიც დღეს გლობალურად დგას, პრობლემა არის ამ საკითხების და საინტერესო ჭრილში განვიხილავთ და შევეხებით განსაკუთრებით ირანი, ამერიკა, ისრაელის თემას დავიწყებთ ამით, იმიტომ რომ გლობალურია ეს თემა. საქართველოს არ გამოვდოთ. არავითარ შემთხვევაში ბატონო ვალერი, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი ეს, იმიტომ რომ აქამდე მოვართ, მაგრამ დღეს ამით დავიწყოთ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი შეხედულებები, თქვენი ანალიზი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შევეხოთ ირანის ომს, როგორ განვითარდება, რა მოვლენებს შეიძლება ველოდეთ ამ ყველაფრისგან ბატონო ფრიდო, თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ჩვენ აქ გახლავართ სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს სახელი, თუმცა სამეგრელოს უხუცესთა საბჭოში ბევრია წარმომადგენელი მთელი საქართველოდან და შეიძლება ვინ დაგვიჯერებს ახლა ჩვენ უხუცესები რო უხუცესები რო ვართ, ვინ დაგვიჯერებს და ნუ ჩვენი ამოცანა მოვიწვიოთ უხუცესების და ძალიან საინტერესო გადაცემა გაკეთდეს. რა თქმა უნდა და ეხლა ჩვენ რა სახით გამოვდივართ და რა გვინდა. ეხლა უხუცესები ვართ, რომელსაც გავრეული ცხოვრება გვაქვს, გამოცდილება გვაქვს, ჩვენი ხედვა გვაქვს და უყურებთ ჩვენს მომავალს, რომ გვინდა ისეთი მომავალი იყოს, რომელიც თავის საქმეს გააკეთებს, იმ საქმეს, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და ამაც მოგვიტანა, რომ დღეს საქართველოს არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა, მაგრამ თავისი ყველაფრით ის ღირსეულ ადგილს იკავებს იმ დიდ თაიგულში, რომელსაც დედამიწა ქვია. და ჩვენ კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობამ აირჩია და ის არის ჩვენი ხელისუფლება. მე დღეს სხვას ვერ ხედავ. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება არის იმ პოლიტიკური წრეებიდან, რაც დღეს საქართველოშია, ყველაზე ალბათ კომპეტენტური და ყველაზე მისაღები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ უხუცესებმა ჩვენი ხედვა გადავცეთ, რეკომენდაციები იქნება თუ ჩვენ როგორ უყურებთ, ჩვენ როგორ მიგვაჩნია. დანარჩენი უკვე ეს გადასაწყვეტია ჩვენი ხელისუფლების და ეხლა ის საკითხი, საიდანაც თქვენ დაიწყეთ, ჩვენი ხედვა და ანალიზი იმ პროცესების, იმ გლობალური პროცესების, რომელიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს, თუმცა ეს გლობალური პროცესები მართლაც რომ გლობალურია და მოდის ძალიან შორიდან, რამდენიმე ათეული წლების უკან დაიბადა ეს ყველაფერი და მისი გაგრძელებაა დღეს. ამიტომ ჩვენი ვალია, ჩვენი ხედვა და ჩვენ როგორ ვფიქრობთ, რომელიც იქნება როგორც შეთავაზება, როგორც რეკომენდაცია, როგორ მიგვაჩნია ჩვენ, როგორ იქნება და ჩვენ როგორ უყურებთ და როგორი იქნებოდა საჭირო ნაბიჯების, როგორი ნაბიჯების გადასწყვეტა იქნებოდა საჭირო. ამიტომ ჩვენს უმცროს მეგობარს ვალერის მე ვთხოვ ის ამ ნაწილში ძალიან კომპეტენტური და ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერი იცის, ისტორია, დღევანდელი სიტუაცია და მადლობა ბატონო ფრიდონ, მე უკვე გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, მოვასწარე ტელევიზიითაც, პრესითაც და რაღაცა ჩემი ხედვა მაქვს. და კარგი იქნება ჩვენ გადაცემაში. თუმცა არ მაქვს პრეტენზია უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების. არავის არ უნდა კონდეს ასეთი პრეტენზია, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი გამოდის ასეთი მისიით, არა მარტო აქ, არამედ უფრო დიდი მოთამაშეები, უფრო დიდი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც
კატეგორიულად, იმპერატიულად ამტკიცებენ რაღაცას, მაგრამ შემდეგ გამოდის, რომ ეს თურმე ისე არ ყოფილა. ახლა რაც შეეხება უშუალოდ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში მიმდინარეობს, ეს არის ურთულესი პროცესი და მე ვიტყოდი უბინძურესი პროცესი. ამერიკის შეერთებული შტატების ირანული მარყუჟი, ასე დავარქვი მე ამას და ვიგულისხმე ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში თავი გაყო ძალიან სერიოზულ მარყუჟში, პოლიტიკურ მარყუჟში და სამხედრო მარყუჟში, რომელიც მისთვის სასიკეთოდ არ მიმდინარეობს. თუმცა ბატონი ტრამპი ამტკიცებს, რომ გამარჯვებას აღწევენ, ასეთი სერიოზული დარტყმები ჯერ არავისთვის არ მიუყენებიათ, ირანი ნადგურდება, ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა ნადგურდება და ასე შემდეგ, მაგრამ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? რატომ დაიწყო ეს პროცესი და ვის დასჭირდა ეს იმ ვითარებაში, როდესაც ბატონი ტრამპი აცხადებდა, რომ ის არის მშვიდობისთვის მოვლენილი ამ ქვეყანაზე, მას პრეტენზია ჰქონდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. ვიღაცამ კი აჩუქა, მაგრამ ასეთი ნაჩუქარი პრემია რაღაც არ გამოდის. ნაცვლად იმისა, რომ მას სამშვიდობო ნაბიჯები გადაედგა, რაც თითქოს დაიწყო აგერ უკრაინასთან დაკავშირებით. რეალურად აღმოჩნდა, რომ ის აგრძელებს ომების სერიას, ომების კასკადს და რატომ ხდება ეს ყველაფერი? რა მიზანი აქვს ამას? როგორც ჩანს, ტრამპმა ვერც გააცნობიერა და ვერც გადაუხვია იმ გზიდან, რასაც ერქვა ერთპოლუსიანი მსოფლიო. ჩვენ ვიცით, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს პრაქტიკულად წერტილი დაესვა მოყოლებული მიუნხენის კონფერენციიდან უშიშროების სფეროში 2007 წელს, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო დასრულდა და პლანეტა ამას ამ მოდელს აღარ მიუბრუნდება. შესაძლებელია მაშინ ცოტა ნაადრევი ჩანდა ეს განცხადება, მაგრამ რეალურად მას აქეთ გავლილმა აგერ უკვე 40 წელიწადმა დაადასტურა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო მართლაც დასრულდა და დღეს ერთი წერტილიდან მსოფლიოს მართვა შეუძლებელია. მაგრამ ბატონი ტრამპი ამას როგორც ხედავს, ვერ აცნობიერებს, ან არ სურს, რომ დაემორჩილოს ამ რეალობას და ის აგრძელებს მსოფლიო ჰეგემონიისთვის ბრძოლას. მე ნათქვამი მაქვს, ბევრჯერ და აქაც გავიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სადაც არ უნდა მოქმედებდეს. დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა მოძრაობდეს რაღაცა ფორმით, ეკონომიკური იქნება, პოლიტიკური იქნება, გეოპოლიტიკური იქნება, თუ სამხედრო თვალსაზრისით იქნება, ის ყველგან ებრძვის რუსეთს. იმიტომ რომ რუსეთი არის მისი მთავარი საპირწონე. რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე დღესდღეობით, რომელსაც შეუძლია სამხედრო დარგში საპირწონე იყოს და მეტოქეობა გაუწიოს მას. ეს მას გაცნობიერებული აქვს, ამიტომ რუსეთისათვის, ასე ვთქვათ, საფუძვლების მორყევა არის მათი უმთავრესი მიზანი. ახლო აღმოსავლეთშიც, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, უკრაინის პროცესები ახალაც მიმდინარეობს, ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს პროცესები ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, მათ ყველაფერი განსაზღვრული აქვს და გამიზნული აქვს რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ტრამპის და პუტინის მეგობრობაზე მთელი მსოფლიო საუბრობდა. მაგას ვერ ვიტყვით აქ მეგობრობა, ეს არის დიდი პოლიტიკა, რომელსაც გიქონდა ვიდრე სხვა პრეზიდენტებს, ხო? კი, გეთანხმებით მაგაში, მაგრამ ესეც იმ დიდი პროგრამის, რომლის მიზანია რუსეთის დაშლა, იმის შემადგენელი ნაწილი არის. ტრამპს რო დომებოდა მშვიდობა და მართლაც რომ მშვიდობისთვის მას ებრძოლა, ეს შეიძლება და გაკეთებული იყოს საბაც ერთ კვირაში, არ დღეში. არ მიაწვიდა უკრაინას გულისხმობს. უკრაინას არ მიაწვიდა იმ კოორდინატებს. კოსმოსში შეაჩერებდა ინფორმაციას, თავიდანვე სამხედრო შეიარაღებას და ფინანსებს, ინფორმაცია შეაჩერებდა და ომი დამთავრდებოდა. ომი დამთავრდებოდა. ეხლა ის
ასევე აწვდის იარაღს, ახლა იხდის ევროპა აწვდის ის, არაფერი არ შეცვლია. თუ წინათ ის აწვდიდა და თავისი რეზერვები და თავისმიერი გამოყოფილი თანხით აწვდიდა იარაღს უკრაინას, დღეს ის ასევე აწვდის უკრაინას, როგორც გადამხდელი აქ არის ევროპა. და ჩვეულებრივად იმ სადაზვერო მონაცემებს, კოორდინატებს კოსმოსიდან აწვდის უკრაინას. ეს შეიძლება და სადღაც 10 დღეში, ერთ კვირაში დამთავრდეს. და დამთავრებული იყო. სრულიად გათამხაგეთ. და ამიტომ ეს არის ყველაფერი თამაშის ნაწილი. მე მეცაც ვიტყვი, მეგობრობა როგორც ინსტრუმენტი, საკუთარი მიზნის მისაღწევად. ესე იგი ის არ ამბობს, რომ მე მტერი ვარ და მაინც უნდა გეომო. ის ამბობს, რომ მე მეგობარი ვარ და ჩვენ მეგობრულად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ აი ამ ნათქვამსაც, ამ დამოკიდებულებასაც იყენებს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ჩუმად აკეთებს რაღაცას, ფარულად სტანდარტებით მოქმედებს. რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი ბატონო ვალერი ბრძანა 2007 წელს, როდესაც ვლადიმერ პუტინი გამოვიდა მიუნხენში, იქ იყო გაფრთხილება ამ ცივილიზებული სამყაროზე, დასავლეთის და ამერიკის, რომ ასე არ იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ერთპოლუსიანი სამყაროზე არ იყოს მსოფლიოში. გავიდა აგერთი 19 წელიწადი და ეხლა უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ერთპოლუსიანი შეუძლებელია იყოს. ამერიკის გეგმონია შეუძლებელია იყოს. უკვე და მაშინ ამას რო უსმენდნენ, ზოგი ღიმილით უყურებდა ამას და არასერიოზულად მიეჭდა იმას. მაგრამ აჩვენა წლებმა, რომ ეს ასე იქნება და ყველაფერი ახლა რასაც აკეთებს ბატონი ტრამპი, ეს არის ისეთი პოლიტიკური ატავიზმი, წარსულში ჩარჩენილობა, რომელიც არის მიუტევებელი, მე მგონი, იმ მასშტაბის სახელმწიფოსთვის და იმ მასშტაბის მოღვაწისთვის, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი. თვითონ რიტორიკა, აი ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ეს იგი ასე ის და გინდაც ის, რომ ამ გადაწყვეტილება ამერიკის რო დაერტყა ირანისთვის, ის იყო, რომ აი ცოტათი დაასწრო, თუ არა ამერიკა დაარტყამდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ნუ ამაზე ეს არის დაცინვა. because ირანს უნდა დაერტყა ამერიკისთვის და ირანი ვერ დაარტყამს ვარანაირად, იმიტომ რომ ირანს არ აქვს შეიარაღება ყველაზე მეტი 2000 კილომეტრის შეიძლება ამერიკას კონდეს ეს გამორიცხულია და აბსურდია ეს. რაც შეეხება ამას იმეორებს ყოველწუთიერად. რაც შეეხება ისრაელის თემას, რომელსაც ფაქტიურად იყენებენ როგორც საბაბს, ისრაელის თემა და ისრაელი თანდათანობით გადაიქცა პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზად ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის მდგომარეობა არის კატასტროფული. მოდით ჩაგეკითხებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის მაინც თავი და თავი ისრაელის სიტუაცია არის ამ თავის ტერიტორიებიდან გამომდინარე, რაზეც იბრძვის და რისი მიღწევაც უნდა. იცით, мотивация შეიძლება მრავალნაირი იყოს, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ტერიტორიული ამბები არის, თავიდან იყო იქ გარკვეული შეცდომა დაშვებული, იგივე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პალესტინა უნდა ყოფილიყო სახელმწიფო, ეს გაეროს დონეზე, გაეროს დადგენილება არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა. მაგრამ აქ თავარი რა არის, ესე იგი, აი წელა ვთქვი მე, რომ ისრაელი ყალიბდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში, ანუ ინსტრუმენტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მეტი არაფერი ის პრაქტიკულად კარგავს სახელმწიფოს ფუნქციას. ეხლა ძალიან ისეთი ნათქვამი რომ არ გამომივიდეს, რას გულისხმობ, რეალურად რა სიტუაციაა შექმნილი. ისრაელის ბედი კიდია ბეწვზე. როგორც ისტორიულად ეკიდა ბეწვზე და მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბდა სახელმწიფო, ვიცით, აი სტალინის უდიდესი ძალისხმევით მოხდა ეს ამბავი და სამართლიანი იყო ეს. არ შეიძლება ერები, ხალხები არსებობდეს, რომლებსაც საკუთარი ტერიტორია არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ისტორია კაცობრიობის არის ძალმომრეობის ისტორია. ამ ომებმა, ამ უბედურებამ ზოგიერთი
ზოგიერთი ხალხები დატოვა საერთო ტერიტორიის გარეშე და ასეთი ბედი გაიზიარა ისრაელმაც. მაგალითად ქურთები კი ბატონო. ეს კონდა ხედულობაში. მაგრამ ახლა ამერიკის ხელით იყო ეს. ახლა ნახეთ რა სიტუაცია. შესაძლებელია ის ისტორიული ხედრი გაიზიაროს ისრაელმა, მაგრამ მისი ბედი დღეს კიდია იმაზე, რომ არაბული სამყარო არ არის გაერთიანებული და არის დაშლილი. არაბული სამყაროს გაერთიანების შემთხვევაში ისრაელი იქნება პატარა ნაფოტი არაბულ ოკეანეში. და რა შეიძლება მოუვიდეს პატარა ნაფოტს ოკეანეში? გაერთიანდეს არაბული სამყარო. ეხლა ეს ძალიან რთული სავარაუდებელია, იმიტომ რომ პრინციპი დაყავიდა იბატონე, ცნობილი პრინციპი გახლავთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამას ყოველთვის იყენებდა ძალიან ეფექტურად, ახლაც იყენებს. მოგეხსენება დღევანდელ მსოფლიოს მართავს კაპიტალი, მართავს ფული და ამ ფულის სამყაროში ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი საცეცები გააჩნიათ ამ არაბულ სამყაროში. დაკავშირებით გაერთიანებული ემირატების უკვე თანხები რაღაც რამოდენიმე ტრილიონზეა საუბარი გამოიტანეს ამერიკიდან და ფორს-მაჟორ სიტუაციაში მუშაობენ ისინი ამ თემასთან დაკავშირებით. საერთოდ დაინახეს, ხო აქ? საერთოდ რა ხდება, იცით, აი ასეთ ვითარებაში, ასეთ გაუგებრობებში ერთი სფერო კი არ აღმოჩნდება ხოლმე ჩართული. აი დღეს ჩვენ გლობალიზაციაზე ვლაპარაკობთ ხშირად, ხომ? გლობალური სამყაროა ეს. ერთმანეთზეა გადადგმული ყველაფერი და როდესაც სამხედრო მოქმედებები იწყება, ეს სამხედრო არეალით არ შემოიფარგლება ხოლმე. ამაში მაშინვე აღმოჩნდება ჩათრეული მთელი ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო სისტემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონი ფრიდონი უკეთესად იტყვის ამ საბანკო სისტემებზე. მაგრამ ჩვენ გქონდა წინადადება ჯერ კიდევ პარლამენტში 2-3 წლის უკან ის რომ იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი ერთის ხელშია SWIFT-ი და ეს ფინანსური სისტემა. მე მიმაჩნია და რაღაც არის უკვე რაღაც სიმპტომები იმისა რომ შეიძლება 4 ბანკი, საქართველოს 4 ბანკის ჩინეთის საბანკო სისტემა შეუერთდეს. ეს ამის შესახებ ხმამაღლა გაცხადდა უკვე გაცხადდა. ხო, არის ეს, მაგრამ ეს როგორ იქნება? ჯერ თლად არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. და მე მგონია რომ ძალიან გონიურული ნაბიჯია და ამაში ჩვენს განცხადებაში ერთ-ერთ განცხადებაში უხუცესთა საბჭოს ჰქონდა ესეთი წინადადება რომ კარგი იქნება და შოსის გაერთიანებაში რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა. ხო და იქ შოს უკვე აქვს გადაწყვეტილი რომ წლის ბოლოსთვის შექმნან თავიანთი საბანკო სისტემა. ამაში ხლა შოში შედის ისეთი ქვეყნები როგორც არის ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია, ნახევარი მსოფლიოა. ალტერნატიული. ჩვენ რადგანაც პატარა ვართ ქვეყანა, ყველაფერი უნდა გქონდეს ალტერნატიული, განსაკუთრებით ის სფერო ან მიმართულება, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის საქართველოს. თქვენ წარმოიდგინეთ ამ პატარა ქვეყანას, რომ SWIFT-ი გაუჩეროს ან რაღაცა, როგორ იქნება გადარიცხვები. ძირითადად შემოდის საზღვარგარეთიდან გადარიცხვები. გაჩერდება ყველაფერი. ამიტომ შენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გქონდეს რაღაცა ისეთი რამ, რომელიც მოგცემს ამოსულთვის საშუალებას. იგივე ეხება აი რას შემოგვაქვს ეს იქნება წანალი იქნება ხორბალი იქნება ნავთობი იქნება სასიცოცხლო პროდუქტი სასიცოცხლო მნიშვნელობის და ამის განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლებას უნდა გქონდეს გარკვეული მიმართულებები და დარგები რომელიც არის სტრატეგიული მნიშვნელობისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის. ჩაგეკითხებით ბატონო ფრიდონ თუ შეიძლება რა ამ სტრატეგიულ თემასთან დაკავშირებით და არ შემიძლია რომ არ აღნიშნო ის საუბარი რაც მოხდა დაკავშირებით აფხაზეთი რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი ეს იქნებოდა ყველაზე სტრატეგიული სიტუაცია ჩვენი ქვეყნისთვის. და ამასთან დაკავშირებით აი ნაბიჯების გადადგმა ვისი მხრიდან უნდა მოხდეს აი რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ რომ აქ მარტო არ არის იმაზე საუბარი რომ შეიძლება ყოფილიყო გამტარი
გზა, რომელიც იქნებოდა სავაჭრო სისტემითაც ძალიან პრიორიტეტული, ხო? აქ უკვე იქნებოდა ისევ იმ სიტუაციების აღდგენა, ხალხის დაახლოება, მეტი სიყვარული ახალგაზრდების დაახლოება იმ ახალგაზრდების, ვინც არ იცნობენ ჩვენ ახალგაზრდებს, ურთიერთობის დათბობა. ეს არ იქნებოდა მარტო რკინიგზა. აი ამასთან დაკავშირებით რომ გამიკეთოთ კომენტარი თქვენს ბატონო ვალერ და თქვენს ბატონო ფრიდონ თუ შეიძლება. პირველ რიგში ჩვენ კარგი იქნებოდა რომ გავყოთ ეს. კი ბატონო. გავყოთ სტრატეგიული მნიშვნელობის ან და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყნისთვის ეს ერთი საკითხია და ის რაც თქვენ ბრძანეთ რკინიგზასაც იქაც არის სტრატეგიული მნიშვნელობის, მაგრამ ძირითადად იქ არის მოსახლეობის კეთილდღეობის საკითხი. რომელიც მონგებიანი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და ამიტომ ჩვენი წინადადები ხელისუფლების მიმართ ეს მონგებიანი ამით ჩვენი მოსახლეობა მოიგებს ამ რკინიგზის გასვლა და რაც შეეხება სტრატეგიულ მნიშვნელობას ამ პატარა ქვეყანას თუ არ ექნება სტრატეგიული მნიშვნელობის ეს აეროპორტი იქნება ეს რკინიგზა იქნება ეს პორტები იქნება ეს იქნება წამალი აი მაგალითად და ბანკი რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებს. ეს პატარა ქვეყანა ეხლა დიდ ქვეყნებშიც არის, რომელიც სახელმწიფო აკონტროლებს. იგივე გერმანიაში, იგივე სკანდინავიის ქვეყნებში, ჩინეთსა და თურქეთზე არ საუბრობ და არც რუსეთს არ საუბრობ. და მაინც ჩვენ გვინდა მაგალითი ავიღოთ, რომ აი მაგალითად ამერიკაში არ არის სახელმწიფო ბანკი, მაგრამ ბოდიში ამერიკაში არის ფულის ბეჭდვის მანქანა, რომელიც ჯიბეში უდებს მათ. აბსოლუტურად სხვა სისტემაა ეს. აბსოლუტურად სხვა სისტემაა. ის რამდენსაც გინდა იმას და იმ ბანკებზე ზემოქმედების უამრავი გააჩნია. უამრავი კეტი გააჩნია. კი ბატონო. ამიტომ ის არ არის ჩვენ პატარა ვართ, კიდევ ვამბობ ჩემსას, რომ ეს პატარა. ეხლა რაც შეეხება რკინიგზას. რკინიგზის გახსნა, ესე იგი ჩვენ ასე მიგვაჩნია და ბევრჯერ გავიარეთ ეს. პირველ რიგში ეს მოსახლეობის დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის და შემდგომში მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის არის მონგებიანი. მონგებიანი იმაში, რომ იმას რაც პროდუქცია აქვს, რასაც ის ქმნის, ეხლა ვერ მიაქვს, არ აქვს საშუალება. როგორც ადრე იყო. არ აქვს საშუალება, მაგრამ გადაიტანოს რუსეთში. ჩვენთვის ერთადერთი ბაზარი შეიძლება იყოს ჩვენს ირგვლივ დიდი ბაზარი კი არა დიდი ბაზარია თურქეთის მაგრამ ჩვენთვის მიუწვდომელია იქ კი ბატონო დიდი ბაზარია კიდევ შეიძლება იყოს მაგრამ ყველაზე მოხერხებული და ისეთი რომელიც დიდ გავლენას არ მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე ეხლა თუ ჩვენ აქედან ვაშლი შევიტანეთ იმას არ აქვს იმდენი ვაშლი და რაღაცები ეს რაღაცა იმოქმედოს იმის ბაზარზე და ჩვენ იმდენად მცირეა და იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის რომ ეს არის საწიწყვო მნიშვნელობის ისტორიულად დაპრობირებულია კაცს რომელიც გლეხს რომელმაც იცის მანდარინს მოიყვანს და იცის ეგერ გზა გახსნილია მე ამას 100% ყველა მოგებაში ვიქნები. იგივე ვაშლი, რომელიც ამ ჩtildeოეთით ამ მაგისტრალი რომელიც არის ახლა ჩვენ იქ დაკეტილია ისა და ამ ტრაილერები და იმითი ძალიან ძნელია გატანა ამ პროდუქციის, მაგრამ როდესაც იქნება რკინიგზა ჯერ ერთი ამ რკინიგზით ამ მოგებას ხო ხედავს? მოგედახს და იქ დამხარე. აი სოჭი და კრასნოდარის მხარე თავისუფლად შეუძლია შემოიტანონ რა რძის პროდუქტები. მე მყავს მეგობარი რომელიც მოქონდა რძის პროდუქტები ლარსის გამშვები პუნქტიდან და ეხლა ვერ მოაქვს. იმიტომ რომ გაჭედილია არაა საშუალება და ძალიან იაფად რძის პროდუქტები. როცა ექნება მას ეს გზა ის მოგებაში იქნება ჩვენს მოგებაში. ეხლა ამის გარდა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ის ტერიტორიები, რომელიც უკონტროლოა და რომელიც ჩვენი ტერიტორიებია, ჩვენია, ქართველებისა, აფხაზებისა, იმ მოსახლეობის, ვინც იქ ცხოვრობს, კი მათია. ათეულობით, ასეულობით, ათასეულობით
საფლავი ვინც იქ ვერ ცხოვრობს, გამოდევნილი რომ არის იმათიც იმათია ათასობით არის სასაფლავი მიცვალებულები არიან ჩვენი მორწყულია ის მიწა ჩვენი აფხაზებს და იმათ ამიტომ ამითი უკვე ურთიერთობა იწყება აქ რაღაცა გადადგმული ნაბიჯი იქნება ამაში იგებს აფხაზები და იქ ვინ ცხოვრობს ქართველები რა თქმა უნდა ჩვენი დიდი მიზნები ამაში მოგებული რუსეთის ფედერაციაც არის იმას ეხსნება გზა და შეუძლია თავისუფლად იქიდან კონტეინერებით თურქეთის საზღვამდე მივიდეს და ეს ისეთი ემატება სომხეთის თემა და მთელი ამბავი ამაზე არ ვსაუბრობ ამ ეტაპზე ვამბობ თუ არა სომხეთის და შემდეგ გაგრძელებაზე ჩრდილოეთი სამხრეთი ირანის მხარე ეს არის მთელი მაგისტრალი, უწყვეტი მაგისტრალი. ქართული სიტუაციის აღდგენა ყველაფერში. არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს. ისეთი ნაბიჯები, რომელიც მომგებიანი იქნება სამივე მხარისთვის. რუსეთისთვის საბჭოს ეს თავისუფლად შეუძლია მსგავსი ნაბიჯების გადადგომა. არა, ჩვენ ეს უკვე არაერთხელ გავახმოვანეთ და ჩვენ მზად ვარ თუ ვინმე სახს, რაიმე სახის კითხვა ან რაღაცა ეჭვიაპარება ამის ისტორიაში ჩვენ მზად ვართ მთელი უხუცესავს და აბსოლუტურად ყველა. მზად არის პასუხი გასცეს. არგუმენტირებული და დაიწყოს ამაზე საუბარი და დაიწყოს დათბობა სიტუაციის. დავიწყეთ უკვე. ძალიან კარგი, ყველაზე მთავარი ფაქტორია. დავიწყეთ, ეს ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ცნობიერება არის მოწამლული 35 წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული დღემდე, რომელიც ცოტა ადრე დაიწყო ვიდრე 89 წელს. კი, ცოტა ადრე დაიწყო რა თქმა უნდა და დაიწყო რა, რომ რუსეთი არის მტერი, რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთი არის ჩვენი ისტორიული მტერი და ლამის შევაბრუნეთ, ესე იგი თურქეთი გახდა ჩვენი ისტორიული მოკეთე და რუსეთი გახდა ისტორიული მტერი. შებრუნდა ლამის სიტუაცია. ამ დროს ყველაფერი პირიქითაა. იმისი არ იყოს ამერიკა დაესხა ირანს, იმიტომ რომ ელოდებოდა იქიდან თავს დაესხებოდა ამერიკას. აი როგორც იქ არის სიმართლე, ისეთი არის ამერიკის სიტუაციაში, მაინც იმუშავა ამ ეპშტეინის ფაილებმა და რაღაცის გადასაფარად მოხდა ეს ყველაფერი. მაგრამ შეიძლება მოხდეს ის. მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე რომ ვერსის გადაფაროს და აქ კიდევ სერიოზულ მარყურში გაყო უკვე თავი. მაგრამ ჩვენ ამ თემას ეთყობა ისე მეუბრუნდებით, მაგრამ რა კი ამ საქართველოზე გადმოვედით, ესე იგი რა ხდება აქ? აი 35 წლის განმავლობაში რუსეთის მტრის ხატის შექმნა მიდის, რუსოფობიის დანერგვა მიდის 35 წლის განმავლობაში ინტენსიურად. გაზრდებთან იმუშაო. ამიტომ ეს სურათია შესაძლებელი, ჯერ ერთი იმიტომ რომ ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება და მეორე იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან წამგებიანი. რუსეთისგან მტრის ხატს რომ ქმნით, შესაძლებელია ნამდვილი მტერი შევქმნათ საბოლოოდ. და რუსეთთან მტრობა რასაც ნიშნავს, მე მგონი ამის ახსნა გამარტება ქართველ ხალხს არ უნდა ჭირდებოდეს. ბატონო ვალერ, მე მაინც ვიტყვი ერთ რამეს, რომ ახალგაზრდებს ამ წუთას აქვს ის პრობლემა არა, რეალობა, რომ მათი მხრიდან დროებით ოკუპირებულია საქართველოს 20%, ხომ ეგრეა? და ჩვენი თაობა ამას აღიქვამს ცოტა სხვანაირად. მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად აი როგორც ბატონი ფრიდოს აქვს გაკეთებული მოხუცესთა საბჭო, რაღაც კიდე სხვადასხვა ორგანიზაციებმა ამ ახალგაზრდებთან ხომ არ უნდა ისაუბროს, ამ ახალგაზრდებამდე ხომ არ უნდა მიიტანოს და თან დაანახოს მათგან გადმოდგმული რაღაც ნაბიჯები. აი ჩვენ ველოდებით ახლა ახალგაზრდებს უნდა მოვიდნენ. ქართულ-აფხაზური ახალგაზრდების დაკავშირების სიტუაციაც რო შედგეს, რომ დათბეს და რაღაცით უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი, ხო მე? ნინო, მესმის განაცვალე, ძალიან დიდი ტკივილია ჩემი თაობის ადამიანების. მაგრამ მე საზოგადოებას არ ვყოფ ასაკის მიხედვით, ახალგაზრდების პოზიცია სხვა, უფრო ასაკოვანი რა არის ის ჭეშმარიტება ახალგაზრდისთვისაც და არა ახალგაზრდისთვისაც ერთი და იგივეა. ამიტომ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან რა გვაქვს, რა რეალობა გვაქვს. და რა გვინდა? და რა გვინდა, რას უნდა მივახციოთ? აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგია დასაწყები. რატო ვამბობთ ამ პირდაპირ დიალოგს? იმიტომ რომ გაშუალებული დიალოგი
ევროპელებით და ამერიკელებით შედეგს არ იძლევა. რატომ? იმიტომ რომ ევროპელების და ამერიკელების ინტერესში არ შედის, მათი მიზანი არ არის საქართველოს ტერიტორიული გამძლეობა. მათი მიზანი არის ამ სიტუაციის ისე დარჩენა, როგორც არის. იმიტომ რომ რუსეთსა და საქართველოს შორის იყოს დაუძლეველი წინააღმდეგობა, გადაულახავი წინააღმდეგობა. ეს აძლევთ მათ საშუალებას, რომ ჩვენ რუსეთისკენ როგორც მომავალში სტრატეგიული პარტნიორისკენ არ გავიხედოთ. ისინი გვეუბნებიან, ჩვენ ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი, ერთადერთი კოლექტიური დასავლეთი. ამას გვეუბნებიან. მაგრამ ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამთ. ჩვენ 35 წლის განმავლობაში ვერც ევროკავშირის წევრი გავხდით, ვერც ნატოს წევრი გავხდით და საერთოდ აერში გამოკიდებული დარჩენთ. სამაგიეროდ რა მოგვივიდა, სამაგიეროდ. აი ცოტა ხანი დავამთავრებთ შეიძლება ქალბატონინო. ესე იგი, ჩვენ რა მოგვივიდა, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ნაცვლად იმისა, რომ სამხედრო ქოლგა მოგვეპოვებინა ჩვენთვის, თავდაცვის ქოლგა ნატოს სახით, ეს ვერ მოვიპოვეთ და დავკარგეთ ტერიტორიები. აი, აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეალობა დაგვიდგა და ახლა საქართველოში ვიღაცა გამოვა და ამბობს, ვიღაცა კი არა, ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები ხელისუფლების ამბობენ, რომ ჯერ დაგვიბრუნოს ტერიტორიები რუსეთმა, აფხაზეთზე და ცხინვალზე ელაპარაკი და შემდეგ ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? თუ დაგიბრუნებს, სალაპარაკოს არაფერი არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ როგორ ჯერ ჩემოდანი არ არის, რომ ხანიკით გადადო და ხანაკეთ გადმოდო. ასე არ ხდება, იქ ადამიანების ხოლმე, ხალხის ხოლმე, საზოგადოება. ეს ყველაფერი უნდა იყოს კომპლექსურად ჩამოყალიბებული, რა, როგორ და რანაირად. ამისთვის აუცილებელია ისტორიული სიმართლე, რომელიც დღეს არის მიჩქმალული, გაცხადდეს. ვის ინტერესში შედიოდა ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს რეალობა შედიოდა დასავლეთის ინტერესებში, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. მათი ნამოქმედება რთულია ახლა სატელევიზიო გადაცემაში ყველაფერი ეს მოყვე და გასაგება დაახსნა. ეს არის მონოგრაფიის თემა, სამეცნიერო ნაშრომის თემა, რა მოხდა და როგორ მოხდა. ყველაფერი რომ დაალაგო, აი ხედავთ რა ხდება, ჯერ რუსეთის ფაქტორი. რუსეთის ფაქტორის ორად უნდა გაყო. რუსეთი ჩვენ 91 წელს მოვიპოვეთ ხომ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა დაიშალა საბჭოთა კავშირი და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. მაგრამ იქიდან 2000 წლამდე გვერგო დამოუკიდებლობა. გვერგო, კი ბატონო. კარგი სიტყვებია. ხო, ესე იგი, რაც დაიშალა და საწახვალა. დამოუკიდებელი ხარ, მაგრამ ნახე რა ხდება 90-იანი წლების ბოლოდან 2000 წლამდე რუსეთში რა ვითარება? რუსეთში აბსოლუტურად გაბატონებულია ამერიკის შეერთებული შტატები და მათი სპეცსამსახურები. აბსოლუტურად. პრეზიდენტის დონეზე. გახსოვთ პრეზიდენტი ელცინი. Господи, благослови Америку. მისი ეს ნათქვამი, აი ცუდად ჩამესმე, როგორ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური აი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს სხვა სახელმწიფოში, მაგრამ ის ამერიკის შეერთებული შტატების კაცი იყო. შემოbrunება რუსეთში პუტინის მოსვლისთანავეც არ დაწყებულა. როგორც ჩანს, პუტინი არ იყო იმ ყაიდის კაცი, რომ ელცინის და გორბაჩოვის გზა გაეგრძელებინა, მაგრამ მაშინვე ვერ დაიწყო შემოbrunება. პირველი განცხადება ვახსენეთ ჩვენ 2007 წელი პირველი განცხადება როცა გაკეთდა. ეს ახლა გამოჩნდა რუსეთს პოლიტიკური სუვერენიტეტის მოპოვების სურვილი რომ აქვს, ამ მიმართულებით რომ მუშაობს, ამ მიმართულებით რომ ეს ახლა გამოჩნდა მხოლოდ. ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, იმ რუსეთთან რა პრეტენზიები გვაქვს ელცინის რუსეთთან? ეს სხვა თემაა და პუტინის რუსეთთან რა პრეტენზიები გვაქვს? ეს სხვა თემაა. გასაყოფია ეს ისტორია, სხვადასხვა მომენტებია, სხვადასხვა ვითარება, სხვადასხვა პერიოდებია და აი ამას უნდა ყველაფერს კარგად უნდა დაუკვირდეთ. ახლა ჩვენ რო ამბობთ და ვიზახით რომ სანამ არ მოხდება დეოკუპაცია, ასე ვთქვათ და როგორც ესენი ამბობენ და თუმცა იქ ოკუპაციასთან არ აქვს საქმე. აი ესაც ხმამაღლა უნდა ითქვას. ეს არ არის კლასიკური ოკუპაცია. კლასიკური ოკუპაცია ნინო არის ის, როდესაც ერთი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტი შედის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და იკავებს ამ ტერიტორიას. თუმცა დაკავებული აქვს ახლოს ყავს. არა. მომისმინე გენაცვლე. არ არის ეგრე.
ნახეთ რა მოხდა. მათ არ დაუწყიათ დაკავებით. მათ დაიწყეს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით. რა მოხდა 2008 წელს? მედვედევის ბრძანებულება რას ეხებოდა? აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მოხდა მათთან ხელშეკრულების გაფორმება და იმ ხელშეკრულების საფუძველზე დგას იქ სამხედრო ბაზები. ესე იგი, წმინდა თეორიული თვალსაზრისით გეუბნებით, ოკუპაცია სხვა, ეს სხვა არის. შესაძლებელია ის, რაც გააკეთა რუსეთმა, აღიარება. უფრო ცუდია, ვიდრე ოკუპაცია იქნებოდა. მაგრამ მე ამ შემთხვევაში რუსეთს კი არ ვბან პირს. მე მინდა ცნებები დავაზუსტო. რასთან გვაქვს ოკუპაცია, აიჩემეს აი ეს ოკუპაცია. ანგელა მერკელი რომ იყო თბილისში ჩამოსული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდა შეხვედრა. იქ დაუსვა შეკითხვა, ოკუპაცია არისო? იმან უპასუხა რომ კი, აი ტერიტორიები რუსეთს აქვს დაკავებული და სიტყვა ოკუპაცია არ თქვა. იქამდე არ მოისვენეს, ვიდრე სიტყვა ოკუპაცია გაუცდა ეს ხალი. აი რა ასეთი ჯადოა ამ სიტყვაში, რომ მაინც და მაინც გინდათ ეს სიტყვა მათქმევინოთო. გაუკვირდა კაცო, იმიტომ რომ იცით რა არის, რაღაც აი აკვიატებული გვაქვს ეს ოკუპაცია. უარესი გვიქნა რუსეთმა თქვა, გეუბნებით. უარესი აღიარება დამოუკიდებლობისა საქართველოს ორგანული ტერიტორიებისა, მაგრამ რეალობა ეს არის. თეორიულად თუ იმჟელებ, ცნებებს თუ დავაზუსტებ, ამასთან გვაქვს საქმე და ახლა შენ რომ მეუბნები რომ მოდი ჯერ წაიყვანე შენი ჯარი და გაანთავისუფლე ეს ტერიტორიები და მერე გელაპარაკებიო. თანმიმდევრობაა დარღვეული. არასწორია ეს. აი ეს რასაც შენ ეუბნები, რომ ჯერ წაიყვანე ჯარი, გაიყვანე შენი ბაზები და გაანთავისუფლე ეს ტერიტორიები და მერე ვილაპარაკოთო. ესეც ხომ შენი სათქმელია. ეს ხომ უნდა უთხრა იმ რუს, აქ ტელევიზიით რო განაცხადებ ამას, ეს ხომ არ არის იმისთვის ნათქვამი. ესე იგი, ეს ნათქვამი თუნდაც სწორი იყოს, ეს პრინციპულად მცდარია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს შენი მცდარი ნათქვამი ხომ უნდა უთხრა იმ რუს. ამისთვის საჭირო ის კი არ არის, რომ ქართულ ტელევიზიებში გამოხვიდე და იქ ილაპარაკო, არამედ საჭიროა, რომ შენ შექმნა შეხვედრის პრეცედენტი. შენ შეუთანხმდე რუსეთს შეხვედრაზე. არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს. რატომ არ ხერხდება ეს შეხვედრა? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა დღევანდელი კოლექტიური დასავლეთი კატეგორიულად არ გაძლევს ამის უფლებას. ისინი არ იძლევიან უფლებას. თქვენ გონიათ რომ ამათ არ უნდათ და ამიტომ არ ხდება. ისინი არ იძლევიან ამის უფლებას. თუმცა მაინც ამ თავრობას რუსეთს უმეს ეძახიან. მიუხედავ, ხო, კი ეძახიან, მაგრამ ეგ ყველა ორპირა ადამიანის და ორსკამზე ჯდომის მსურველი ადამიანის ბედია ეგა. ისიც დაბრალდება და ესეც დაბრალდება საბოლოო ჯამში. ამიტომ მათ უნდა გააკეთონ ასეთი რამე. მით უმეტეს რომ ახლა, როდესაც ამერიკასთანაც გაფუჭებული აქვს ურთიერთობა, ევროპასთანაც გაფუჭებული აქვს ურთიერთობა და ნუ არ ვიცი რა მეტი რა უნდა იყოს ახლა ყველა უბედურებას აბრალებენ მოწამვლას ისი რა ქვია მომიტინგეების რაღაც კამიტით და უბედურებით ფილმი გადაიღო BBC-მ ხო ფაქტია რა ახლა დაასანქცირეს ტელეარხები ქართული ტელეარხები დაასანქცირეს რატომ მეტი რა უნდა გაგიგებთ ესენი რას პასუხობენ ნინო ალბათ თუ მოისმინეთ ესენი რას პასუხობენ ესენი პასუხობენ რომ ჩვენო ცალმხრივ მეგობრობას ვაგრძელებთ თან სხვა ვინმეს კი არ უთქვამს კაცო კობახიძე ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთთანო ჩვენო გვაქვსო ცალმხრივი მეგობრობაო ადრე აქვს ნათქვამი რომ უკრაინელებთანო ჩვენო გვაქვსო ცალმხრივი მეგობრობა რა უბედურებაა ეს პოლიტიკურ ლექსიკონში ასეთი ცნება არ არსებობს და ადამიანურ ლექსიკონშიც არ არსებობს ასეთი ცნება ცალმხრივი სიყვარული არსებობს აი ესეთი მომხიბლავი ხალია ქალბატონი ნინო შეიძლება შეგვიყვარდეს მაგრამ ცალმხრივი იქნება თუ მან არ გვიპასუხა დადებითად გესმით ასეთი რამ არსებობს ცალმხრივი სიყვარული მაგრამ ცალმხრივი მეგობრობა პოლიტიკაში საიდან მოიტანა ეს ცნება სადა მოიკითხე თავმოყარეობა ხომ არსებობს არა რომ ასეთი განცხადება არ გააკეთო მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ კობახიძეს ირაკლის პატივს ვცემ იმიტომ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ბიზინა ივანიშვილის მეთაურობით მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ეს უზარმაზარი ნაბიჯია.
ამ მონაპოვარისთვის ჩრდილის მიყენებას ყოველ წამს ვცდილობენ რომ რა მშვიდობა გვაქვს და რა მშვიდობაა ის და აი ეს გვერდში ვნა ის გვერდში მშვიდობის ფასი არაფერი არ არის და ამისთვის უორმესი მადლობა პატივისცემ მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქე და მით უმეტეს როგორც ჟურნალისტი ვალდებული ვარ რომ იქ სადაც ხედავ ნაკლოვანებას, სადაც ხედავ არასწორ გამონათქვამებს, არასწორ ნაბიჯებს, ესეც უნდა უთხრათ, ამიტომ მეუბნები არავით არის ცალმხრივი მეგობრობა ჩვენ არც ბრიტანეთთან, არც ევროკავშირთან და არც ამერიკასთან დღეს ჩვენ არ აგვაქვს და ვერც გვექნება ასე, ვიდრე ამ ენაზე გველაპარაკებიან და ვიდრე ასე გვექცევიან, როგორც გვექცევიან. და რუსეთთანაც არის ეს ცალმხრივი მეგობრობა და არ ვიცი. ერთი რა მინდოდა, აი ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რამეში. ამერიკის შეერთებული შტატები მტერია რუსეთის იმისი ხომ მასა ამაში ხომ ორიაზე არ არსებობს აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთეს იმისათვის ბოდიში ბაგლობიდან დოქტრინაში აქვს ჩაწერილი რუსეთი როგორც მტერი აბსოლუტურად სწორი ზადები აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს არ იქნება მომხრე, არაფერს არ გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ეს პრობლემები რუსეთთან არ კონდეს და დაუახლოვდეს რუსეთს. ის შექმნა აი ეს სიტუაცია, რა სიტუაცია დღეს არის, რომ ვითომ ეს ტერიტორიები კონტროლქვეშ არის ამერიკის შეერთებული შტატების და ამ ხნის განმავლობაში ჩაუდო ჩვენ სახალხაზრდობას, რომ ის მტერია. თუ ამას გავითვალისწინებთ, ჩვენ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, ასევე როგორც ირანის და რუსეთის მეგობრობა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არ არის. ეს არის თავი პრობლემა, რა თქმა უნდა. ასევე ჩინეთის და საქართველოს მეგობრობა კეთილმეზობლური ეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის. ასევე ამ ქვეყნების რაც ირგვლივ არის ირანის ქვეყნების ერთობა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არ შედის. ტერმინი მოიგონოს მათ ბოროტების ღერძი და ამ ბოროტების ღერძში შეიყვანეს რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო და ახლა რა რომელ მეგობრობაზეა ლაპარაკი. ამიტომ ეს გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა. არასდროს არ იქნება ის მომხრე რომ ჩვენ შორის ეს პრობლემები გადაწყდეს. იმას აწყობს რომ სულ აი ასეთი მტრულ ურთიერთობაში იყოს საქართველო და რუსეთი. ამისათვის ჭირდება რომ ეს აფხაზეთი და ჩრდილოეთ ოსეთის სამაჩაბლო იყოს რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს იძლევა საფუძველს რომ საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთის წინააღმდეგ. აი ეს არის ეს ფორმულაა პირდაპირ. ფორმულა, მეტი არაფერი, ახ ყველაფერია ამაში. და ახლა ბოდიში ნინო იქნება გადმოვიდეთ იმ თემაზეც, რომ მე არ ვიცი დროის ფაქტორი როგორ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გადმოვიდეთ იმ თემაზეც, რაც იყო მთავარი იმ ჩვენს განცხადებაში, რომელიც გავაკეთეთ, რეკომენდაცია, რომელიც გაუწიეთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ ნაწილში. ეს არის რუსეთ-ბელარუსის კავშირში საქართველოს გაწევრება. რა უნდა დამესვა ეხლა და ანუ განმავწოთ ეს თემა. ეს არის ერთადერთი სწორი, ერთადერთი გადაწყვეტილება, ერთადერთი რომელიც გადაარჩენს საქართველოს. და არამატო გადაარჩენს, გააერთიანებს გაქრობილად და გადაწყვეტავს იმ პრობლემებს, რომელიც არის შიგნით საქართველოში და აფხაზებთან, ოსებთან, ეს არის ფედერაციული მოწყობა. ამას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით, ფედერაციული მოწყობის გარეშე ეს საქართველოს ერთიანობა ასეთი სახით, როგორც ჩვენ გვინდა, არ გამოვა და ამის გარეშე ჩვენ რუსეთთან იმ თავარ საქმეს ვერ გადავწყვეტ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რა გამოცდილებაც აქვს რუსეთს ფედერალურ მოწყობასთან. ეს იმის ინტერესებში უნდა შევიყვანოთ, რომ ის უნდა იყოს დაინტერესებული ფედერალური მოწყობის საქართველოსი, რომ მომგებიანი იყოს იმისთვის. და რა თქმა უნდა ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. არ არსებობს ვარიანტი ქვეყნის გაერთიანების ისეთი, რომელიც მისაღები იქნება აფხაზებისთვის, ოსებისთვის, რუსებისთვის და ჩვენთვის.
ეს არის ერთადერთი ფედერალური მოწყობა და უფრო მეტი ამ ფედერალური მოწყობის საფუძველზე ამ ფორმატში გაერთიანება იმ გაერთიანებაში, რომელსაც რუსეთ-ბელარუსიის გაერთიანება ქვია. სრულ უფლებიან წევრად და რაც მთავარია 1992 წლის გაეროსა და რუსეთის მიერ აღიარებულ საქართველოს საზღვრებში. ამაში ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს. ამით ჩვენ დაცული ვიქნებით, როგორც აფხაზეთის მხრიდან, ასევე დავით გარეჯის მხრიდან, ასევე თურქეთის მხრიდან, ყველა მხრიდან ჩვენი საზღვრები იქნება დაცული. ისე როგორც დღეს ბელარუსის საზღვრები არის დაცული. საფიქრალი რო არაა. დათანხმდება ამ სიტუაციას. იცით რა, ჩვენ უნდა ვთქვათ, აი ჩვენ გვაქვს ამისი ვინ ვიზე იგივე სახელმწიფო გადადგავს ნაბიჯს. ჩვენი სახელმწიფო? არა, გადადგამს არ გადადგამს ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მარტო მათი გადასაწყვეტი არ არის, ხალხის გადასაწყვეტიც არის. იმიტომ რომ ეს არის უმტკივნეულესი თემა. ჩვენ სამწუხაროდ რეფერენდუმის ჩატარების საშუალება არ გვაქვს. იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული და რეფერენდუმი კიდევ კონსტიტუციის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. ნუ პლებისციტი შეიძლება, მაგრამ პლებისციტს იურიდიული ძალა არ გააჩნია, ამიტომ აქ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ. ახლა ეს ნაბიჯი გადადგას თუ არ გადადგას? თუ არ დგამ ამ ნაბიჯს, ესე იგი ალტერნატივა უნდა გქონდეს რაღაც სხვა ნაბიჯია. შენ უნდა დამიმტკიცო მე რომ ამაზე უკეთესი გზა არსებობს, მოკლე და მე ორივე ხელს ავწევ გაცუდა მე და ბატონი ფრიდონი იქით დაგეხმარებით. ყველა ჩვენი ყველა დაგეხმარებით იქით, მაგრამ სამწუხაროდ სხვა გზა არ არსებობს. არავით არის სხვა გზა არ ჩანს. რა იყო ჩვენი იმედი? ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი, მერე ნატო თით ზაუქნებს რუსეთს, შეაშინებს და საქართველოს გაამთლიანებს. აი სრული აბსურდი და ზღაპარი. და მისი მაგალითი არის კვიპროსი. კი, რა თქმა უნდა. მაგალითი. და ახლა ეს რომ არ მოხდება, მე მგონი ახლა მაინც უნდა იცოდეს, რომ გონიერმა ნაწილმა იცის ეს საქართველოს მოსახლეობის და ვინაიდან ეს გამორიცხულია, ანუ ალტერნატივა ამას არ აქვს. ნახეთ ჩვენ რას თავაზობთ იმას, რომ აქვეა ჩადებული 92 წელს გაეროს და ავტომატურად რუსეთის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ეს რას ნიშნავს? აი გავშიფროთ ცოტა. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც რუსეთი და ბელარუსი ისე ხაზგასასმელია ისიც, რომ ბელარუსმა და მისმა ძალიან ჭკვიანმა და გონიერმა პრეზიდენტმა ბატონმა ლუკაშენკომ არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მიუხედავად ზეწოლისა, რომელიც ალბათ იქნება. მიუხედავად ზეწოლისა, კი ბატონო. არ გააკეთა ეს. ახლა ჩვენ როდესაც მათ ვეუბნებით, აი ამ წინადადებებს თავაზობთ, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ავტომატურად არის, აი ესენი რომ ამობენ, ჯერ ის აიღოს, აი იმის უკან წაღებას ნიშნავს ეს პრაქტიკულად. იმ აღიარების უკან წაღებას ნიშნავს. არა, ეგეც არ არის საჭირო. ის რჩება ის. არა, ავტომატურ რეჟიმში იქნება. ავტომატურ რეჟიმში, ისე როგორც მაგალითად შედეგით ნიშნავს, შედეგით, თორემ ისე ბატონარი რუსეთმა აღიარა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა. კი. და ზაპოროჟიეს სახალხო რესპუბლიკა, სახალხოა თუ დონეცკი, ლუგანსკი და ლუგანსკი აღიარა. მაგრამ როდესაც ისინი შევიდნენ როგორ ფედერაციულ საფუძვლებზე, ამაზე ყველამ დაივიწყა. კი. და მაგალითად იქ ხელმძღვანელი არის ის ვინც იყო. არაფერი არ შეცვლა. არაფერი არ შეცვლა. მაგრამ ის ყველა დაივიწყდა. გადაფარა ამან. ასევე მოხდება აქაც. ხო და ამიტომ ეხლა რუსეთი რომ უკან არ წაიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ იმან ცნოეს, მაგრამ ამის შემდეგ ის თუ ცნობს საქართველოს საზღვრებს 92 წლის საქართველოს ეს ყველაფერი უკვე შიგნით არის, უკვე გადაფარულია. ეს გამოსავალია რუსებისთვისაც მისაღებია. ეს გამოსავალია აფხაზებისთვისაც, რომელიც ეხლა არა ყველასთვის უცნობია, არც წარმოადგენენ, არავითარი სტატუსი არ აქვს. და აქ უკვე
ბევრი რამ ხდება მისაღები, იგივე საბანკო სისტემა, იგივე გინდაც მანეთის მოძრაობა, იქ იყოს ის მანეთის მოძრაობა, იქნება ლარის მოძრაობაც. იყოს იქ გარკვეულწილად რუსეთის საბანკო სისტემასთან, მაგრამ იქნება საქართველოს საბანკო სისტემასაც შეიძლება ბევრი რამში მომგებიანიც იყოს. გამიგეთ, აქ ბევრი რაღაცა არის ისეთი. ხوار გაწყვეტინებ. ნახეთ ესე იგი რასთან გვაქვს საქმე. როდესაც რაღაცას ვთავაზობთ სხვა მხარეს, მეორე მხარეს, მესამე მხარეს, ეს შეთავაზება უნდა იყოს გონივრული. და მისაღები, ხო, გონივრულობა ამას ნიშნავს. გონივრულობა ამას ნიშნავს. ეს უნდა იყოს იმისთვის მისაღები. თუ მისთვის მისაღები არ არის და მარტო შენთვის არის მისაღები, ამაზე არავინ არ მოგიწერს ხელს, მაგრამ აქ ნახე ახლა რამდენი მხარე გვყავს ჩვენ აფხაზები, ოსები, რუსები და ქართველები. 4 მხარე ვართ. 4-ისთვის მისაღები არის თუ არა, ეს რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენ ფიქრობთ, რომ 4-ს აქვს რაღაცა სათავისო გამორჩენა და რა კონკრეტულად. აი აფხაზები, რასაც ბატონი ფრიდონი ამბობს, აფხაზები ახლა რუსეთის მიერ აღიარებული სახელმწიფო რესპუბლიკა კი არის, მაგრამ პრაქტიკულად არალეგალურად ცხოვრობს. პრაქტიკულად, იმიტომ რომ იზოლირებულია. ამ გაერთიანებიდან არის ხდება? აი ამ გაერთიანებით მას ეხსნება, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური ხდება მთელი მსოფლიოსთვის. და რას კარგავს? სუვერენიტეტს კარგავს, შესაძლებელია გარკვეულ ნაწილს სუვერენიტეტისა დელეგირებას უკეთებს საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ფედერაციული მოწყობილობით არ დაგეკარგებთ, ის არაფერს არ კარგავს. ის რჩება მაგას. აქვს ეხლა თავისი ფული. არა აქვს. მიმართებაში როგორ ხდება ეს? აი მე ახლა ბოლომდე ჩვენია. კი ბატონო, გავშ. ჩვენ იმას ვცდილობთ, რომ ისევ ჩვენი დავიბრუნოთ, ხო? კი, გასაგებია, ოღონდ დაბრუნებას აქვს სხვადასხვა პოლიტიკური ფორმა. და ჩვენ უნდა ავირჩიოთ რაღაც ახლა უნიტარულ სახელმწიფოში შემოდიო რომ უთხრათ ან ერთს და ან მეორეს, ეს იქნება არარეალური და არარეალური რომ იყოს ეს ამისი ძალა მათ შესწევთ, იმიტომ რომ რუსეთი დადგება მათი ინტერესების დასაცავად. დადგება რუსეთი მათი ინტერესების. რუსეთმა თუ არაფერი არ დამდგარი არ არის. რუსეთმა თუ არაფერი არ მიიღო შენგან. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა დატოვებს იმ პოზიციას, რომელიც დღეს აქვს. ამიტომ აი დავაკვირდეთ რა ხდება. რუსეთი რას იგებს აქედან? რუსეთი თავიდან ბოლომდე იშორებს აი იმ ტვირთს, რასაც ქვია, თუნდაც იგივე ოკუპაცია ან სეპარატისტული რეჟიმების აღიარების ტვირთი, რომელიც მას აწევს, ამას იშორებს თავიდან ბოლომდე. და რაც მთავარია, არა, მივხვდეთ ახლა ფინანსურად ის მოგებული ხდება. კი ბატონო, მოგებული ხდება ტრანზიტის გატარებით. საქართველოს რა პოზიციაში რჩება? არა, გეტყვით ყველაფერს. ახლა რუსეთმა ეს პოზიციები თუ მოიშორა, აი რაც მოსაშორებელი აქვს ეს ტვირთები, რის შესახებაც ვსაუბრობ, ეს უკვე მიღწევაა რუსეთისთვის და პლუსია მისთვის, აწყობს ეს. გარდა ამისა, სამხედრო შენაერთები, სამხედრო ბაზების სახით, რომლებიც დგას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რეალურად არის არალეგალური, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები აღიარებული არ აქვს არავის გარდა რუსეთისა. ნუ კიდე არის იქ ორი უმნიშვნელო სახელმწიფო, ეს არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ ეს ტვირთია რუსეთის. აი ამ შემთხვევაში რუსეთ-ბელარუსის კავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში რას ვუწევთ? ეს სამხედრო ბაზები აღმოჩნდება ლეგალური. აიგეთ რა მასშტაბებზე გადის ეს ყველაფერი? ეს კანონიერ საფუძველზე აღმოჩნდება. აი ამ ფედერაციამ ამ სიტუაციით მოიგო რუსეთი. მოიგო რა თქმა უნდა. საქართველოს რა ქნა? ახლა საქართველოს რა მოიგო? არა, კიდევ არის იქ მოგება, რასაც ის მიიღებს ტრანზიტით და იმით ფინანსური ყველაფერი უკვე მოძრაობა მისვლა მოსვლა. გეოპოლიტიკური უმნიშვნელოვანესი ამ წუთში ჩვენთვის, ხო მეგრია? ახლა ჩვენ რა გვაქვს? და იგივე აფხაზები და ვთქვათ, აფხაზები და ოსები ეს ერთდროულად შეიძლება განვიხილოთ, იმიტომ ერთი და იგივე ვითარებაა სინამდვილეში. ორივე ვთქვათ, სოფლიოსგან იზოლირებული არ რჩება, ასე ვთქვათ, კანონიერია ორივე, სუვერენიტეტის ძალიან დიდი დოზა რჩება მათ ფარგლებში, რეალურად რაც აქვთ ის ყველაფერი რჩება სუვერენიტეტის თვალსაზრისით, მაგრამ გახსნილი აქვს კარები მთელ სოფლიოში.
მიიღეს ეს მათ უნდა აწყობდეთ. მით უმეტეს ინვესტიციები ინვესტიციები საბანკო ოპერაციები და მთელი ამბავი. არა, ინვესტიციები მე ვამბობ ხედელობაში, აი რაც როგორ აღორძინდა ახლა აჭარა. აბსოლუტურად იგივე პოზიციაში იქნება. აბსოლუტურად. აფხაზეთი და რა ტერიტორია. აჭარა არის საქართველოს დაქვემდება, ანუ ჩვენია და აქ როგორ არა, აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ ეს არის იგივე პოზიცია იქნება იქ. პრაქტიკულად ფედერაციული მოწყობა რეალურად ამას ნიშნავს. მეტი სხვა განსხვავება ამაში არ არის. ამიტომ ჩაკითხვას იმიტომ ვაკეთებ, რომ მაყურებლისთვის იყოს თვალნათლივ იმის ახსნა თუ რა სტრატეგიას მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ შევქმნით საქართველოს ფედერაცია, სადაც შემოდიან ეს ხალხები, ჩვენი ტერიტორია და ყველაფერი შემოდის საქართველოს იურისდიქციაში, ეს უკვე გაიწერება კონსტიტუციით, კანონებით, რა, როგორ ის რა ერგა პრიორიტეტები რა არის და ასე შემდეგ დალაგდება ეს ყველაფერი. ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, პრაქტიკულად ეს არის. ჩვენ შეგვეძლება ამ ადამიანებთან იმ ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ისტორიულად კიდევ საქართველოს ამ გაერთიანებით აი ასეთი თავის ღირსეულ ადგილს იკავებს ამიერკავკასიაში, უკვე იმას სხვა სახე ექნება, სხვა წონა ექნება. ეხლა დანარჩენი რასაც ბრძანებთ უკვე ხალხთა ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს უკვე ყველაფერს მოიცავს თავისთავად დევნილების დაბრუნებას, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი გასწორდება, ჩამოყალიბდება და შეგვრჩება საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა, რომელსაც ქოლგაც განაღდებული აქვს, აი რაც არ მოგცა ნატომ და ევროკავშირმა სამხედრო თავდაცვის თვალსაზრისით ის ქოლგა რომ იყოს მშვიდობა გარანტირებული? ბელარუსს აქვს ეს გარანტირებული სამხედრო ქოლგა? ხომ აქვს? ხო, ანუ ნატოს ნაცვლად გვექნება რუსული ქოლგა. ნატოს ნაცვლად გვექნება რუსული ქოლგა. ნატოს ნაცვლად რომელიც ჩვენ არ გვექნება, თავიდანვე არ იყო ჩაფიქრებული, ახლა მით უმეტეს არ გვექნება. ახლა ამის ალტერნატივა, ხო, ამის ალტერნატივა რა არის? თქვათ ჩვენ არა, ჩვენ ისევ ნატოსკენ ვაგრძელებთ სიარულს და ეს. ხო, დათანხმდება მას მოსახლეობა. არა, მომისმენთ ერთ წუთი. ახლა ჯერ ეს შემოვყალიბდეთ, აი რა მიმართულებით მივდივართ. ჩვენ თუ ვაგრძელებთ ისევ ნატოს მიმართულებით სიარულს, ხომ? რას ვიღებთ ამ შემთხვევაში? მაგალითი პრეცედენტი არსებობს სადმე? თქვათ 2000 წელი გვახსოვს, 2008 წელი გვახსოვს, რა მოგვივიდა? გვახსოვს და თავი დავანებოთ 2008 წელს. ძალიან მცირე მასშტაბი იყო. ჩვენ უკრაინის ბოლო 4 წლიანმა პერიოდმა გვაჩვენა, რას ნიშნავს აი ამ გზის სიარული, ნატო გზის სიარული. რატომ მოუვიდა უკრაინას ის რაც მოუვიდა? ნატო გზის სიარული. ნატო გზის სიარული რა ამისთვის? ო, მზად ვართ ამისთვის, რაც ვერ დავჭირდება ჯვარიფწერია. არა, ჩვენ მზად ვართ მაგისთვის. ო, თან ახლა დააკვირდით რა ხდება, შესაძლებელია ვიღაცას იმედი აქვს, რომ აი შეიძლება ძალთა თანაფარდობა რუსეთის საწინააღმდეგოდ და რუსეთს აღარ ექნება იმდენი დავლენა მსოფლიოზე, რამდენი დღესაა. ასეთი პირი უჩანს? აი ძალიან პრაგმატულად რომ ვილაპარაკო. არ უჩანს ასეთი პირი. რუსეთის დამამარცხებელი ძალა მსოფლიოში არ არსებობს. ასეთი საპირწონე ძალა, რომელიც აიღებს და დაამარცხებს რუსეთს, ასეთი რამ არ არსებობს და ახლა შესაძლებელია ეს ყველაფერი გლობალურ კატასტროფაში გადაიზარდოს, მართლა დაგვიფაროს, მაგრამ დამარცხებული არავინ არ იქნება, ყველა დამარცხებული იქნება მთელი მსოფლიო. აი რუსეთის დამარცხება, რუსეთი დაიშლება და მე ჩვენ განთავისუფლდება, ამასაც უამრავი ქვეტექსტი აქვს, მაგრამ ახლა ამას რომ არ გავუკვეთ, ეს აბსურდია, დავივიწყოთ უნდა ასეთი რამ. არ ხდება. და თავარი მიზანი მაინც ის არის, რომ საქართველო უნდა გამოვიდეს თავის პრობლემებიდან და უნდა დაждდეს მოლაპარაკების კიდევ ერთი გაგრძელება მე და ვალერის. რუსეთმა შეიძლება რაღაც ეტაპზე რაღაცა იმით ვენესუელა და ასეთი ქვეყნები, რომელიც შორს არის დატოვოს და რაღაცა გვერდზე იმა, მაგრამ ის რაც სამეზობლოდ არის და მისი უსაფრთხოებასთან არის. ამისი მაგალითიც არის უკრაინა. მაგისი მაგალითი არის უკრაინა. ეს ხომ გამორიცხულია. მაგალითი თვალწინ გვაქვს. მაგალითი შემთხვევით არ არის ის ორი ჯარის ნაწილი, რომელიც დგას დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აფხაზეთის სახით და სამხრეთ რუსეთის სახით, მას აფხაზებისა და ოსების დასაცავად ჭირდება იქ. არა, ის ჭირდება თავისი უსაფრთხოებისთვის სამხრეთი საზღვრების გასამაგრებლად. კი ბატონო. და რომელიც დღეს ჩვენს გარკვეულ წილად
ჩვენს ტერიტორიებს იცავს. როგორ იცავს? ეს უკვე ცალკე საუბრის საკითხია და რა ინტერესები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე. ერთ წინადადებას დავამატებ მარტო, რომ ჩვენ ეს პრეცედენტები რაც არის, ზოგი სწავლობს ხვის მაგალითზე, ზოგი საკუთარ მაგალითზე, მაგრამ არც საკუთარ მაგალითზე ისწავლო და არც ხვის მაგალითზე ისწავლო, ასეთი რეგვენი ხალხი არ ვართ ჩვენ ბოდიში ამ გამოთქმისათვის. ამიტომ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ეს ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს კარგად, თორემ ეს შორს არ არის ეს დღე. ეს არა გითხრას, ახლა ვიწროვდება ეს ყულფი და მე მგონი რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერი არ არის უკვე. იმიტომ რომ ფიქრი იქამდეა საჭირო, ვიდრე მოვლენები განვითარდება. ახლა ჩვენ მოვლენებმა გვითხრა თვითონ. ფიქრმა კი არ მიგვიყვანა აქამდე. მოვლენებმა მიგვიყვანა. და თუ ვინმეს გონია რომ ვთქვათ ამიერკავკასიას, სამხრეთ კავკასიას, რუსეთი უფრო დათმობს, ვიდრე ვთქვათ უკრაინას, ეგ სწორი არ არის. მეცაც ვიტყვი, თუ მაინც და მაინც რომელიმე უნდა დაეთმო რუსეთს, უკრაინას უფრო დათმობდა, ვიდრე სამხრეთ კავკასიას, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიის დათმობა რუსეთისთვის ეს არის ჩრდილოეთ კავკასიის დათმობა. კი ბატონო. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული თემაა და ამიტომ ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ რეალობას როცა ვივიწყებთ, რეალობა შეიძლება დაივიწყო მაშინ, როდესაც სუფრასთან აი სადღეგრძელოებს ამბობდა, ღვინოს შეექცევი და რაღაცა ლექსს თუ წერ, პოეტი თუ ხარ, შეიძლება რეალობას მოწყდე და სადღაც გადავარდე, მაგრამ პოლიტიკაში ისის დროებით. პოლიტიკაში რეალობას როდესაც მოწყდები, მიიღებ იმას, რაც ჩვენ მივიღეთ და მივიღეთ ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი გვაქვს, შედეგები გვაქვს ნამდვილად მიღებული, ნამდვილად გადასადგმელია ნაბიჯები საქართველოს მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც, რომ მშვიდობა დამყარდეს და მშვიდობა იყოს და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ თქვენს უხუცესებთან ერთად აუცილებლად გვესტუმრებით ეთერში და ბევრ საინტერესო საკითხებს. რუსეთი ჩვენს სიმშვიდეს ეხლაც იცავს. რუსეთის ფაქტორი იცავს. რუსეთის ფაქტორი და რუსეთი დღეს ჩვენთან სიმშვიდეს იცავს და ის შემადგენელი ნაწილია იმ მშვიდობის, რაც აქ არის. მე მინდა სოფლიოს მშვიდობა უსურვო და განსაკუთრებით საქართველოს მინდა მშვიდობა უსურვო. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და მობრძანდით გადაცემაში. ჩვენ პარასკევამდე გემშვიდობთ. მე გადაცემის წამყვანი ნინო შალაბრეთი და არაჩვეულებრივი სტუმრები ბატონი ფრიდონ ინჯია და ბატონი ვალერი კვარაცხელია იყვნენ დროებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება.